ძალა უკრაინასთან უფრო ძლიერდება. რუსეთის დაუღალავი დრონების ტალღების წლებების განმავლობაში გამკლავების შემდეგ უკრაინის არმიას შესაძლოა ბოლოს და ბოლოს ის საიდუმლო იარაღი აქვს, რომელიც ამ ყველაფრის საბოლოოდ შეჩერებას შეძლებს. ეხლა უკვე განლაგებულია ჯედაი დრონის ჩამჭერი, სპეციალიზებული მონადირე დრონი, რომელიც შექმნილია რუსეთის საჰაერო საფრთხეების მოსაძებნად და ასაფეთქებელი ეფექტიანობით გასანადგურებლად. უკრაინამ წლების განმავლობაში სამხედრო ინოვაციების ყველა სახეობა შექმნა, რომლებიც ძალიან საინტერესოა. მაგრამ ჯედაი თავის კლასში გამორჩეულია, რადგან მას შეუძლია სამუდამოდ შეცვალოს ამ ომის სახე. რომ გავიგოთ რატომ, ჯერ უნდა დავაკვირდეთ, რა არის სინამდვილეში ჯედაი. საბედნიეროდ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა დეტალური ტექნიკური მახასიათებლები ამ ძლიერი ახალი დრონის შესახებ, სადაც ჩანს მისი წონა, ტვირთამწეობა, სიჩქარე და მოქმედების რადიუსი. ამის ხალობით ჩვენ ვიცით, რომ ჯედაი, ან სრული სახელწოდებით ჯედაი შაჰიდ ჰანტერი, არის ვერტიკალური აფრენის კოპტერული ტიპის ჩამჭერი დრონი. ის შედგება მსუბუქი, მაგრამ გამძლე ჩახჭოსგან, რომელიც აღჭურვილია 4 მაღალი წარმადობის ელექტროძრავით და მუშაობს მაღალი ტევადობის ბატარეაზე. სულ ცოტა 4 კილოგრამზე მეტი ზონის, თითქმის 9 ფუნტს. ჯედაი კომპაქტური და მსუბუქია, მაგრამ აქვს ძალა, რომ მტრის დრონები გასაოცარი სიმარტივით გაანადგუროს. მას შეუძლია ატაროს ტვირთი 500 გრამამდე, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 1 ფუნტი და აფრინდეს თითქმის 20,000 ფუტის, ანუ 6 კილომეტრის სიმაღლეზე. გარდა ამისა, მაღალი ტევადობის ბატარეის წყალობით, ჯედაი შეუძლია ხანგრძლივი დროით ფრენა ენერგიის ამოწურვის გარეშე, რაც აძლევს საშუალებას დაიცვას საჰაერო სივრცე 80 კილომეტრის, ანუ 25 მილის რადიუსში. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებელი არის სიჩქარე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ჯედაი შეუძლია მაქსიმალური სიჩქარის მიღწევა 350 კილომეტრი/საათში, რაც დაახლოებით 220 მილი/საათში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ დრონის ამოცანაა სხვა დრონების მოძებნა და გადაჭერა და ამისთვის მას საკმარისი სიჩქარე სჭირდება, რომ გაეწიოს მათ. საბედნიეროდ, რუსეთის ყველაზე ხშირად გამოყენებული დრონების უმეტესობა ჯედაიზე ბევრად ნელა მოძრაობს. მაგალითად, კრემლის შაჰიდ კლასის დრონები, როგორც წესი, დაახლოებით 185 კილომეტრი/საათში, ანუ 115 მილი/საათში სიჩქარით დაფრინავენ, რაც ჯედაიზე ორჯერ ნელია. რაც უკრაინის შთამბეჭდავ ახალ ჩამომგდებ სისტემებს საშუალებას აძლევს შედარებით მარტივად გაანადგურონ ისინი. მოკლედ, უკრაინამ შეძლო შეექმნა ჩამომგდები დრონი, რომელიც აერთიანებს გამანადგურებლის სისწრაფეს და მრავალროტორიანი უპილოტო აპარატის მოქნილობას. მას შეუძლია გაუშვას თითქმის ნებისმიერი ადგილიდან კატაპულტისა და ასაფრენი ბილიკის გარეშე და აქვს უნარი გაანადგუროს რუსეთის არსენალში არსებული ყველა ძირითადი დრონი. და ჯედაი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, როცა დააკვირდები, როგორ მუშაობს ის რეალურად. საკონტროლო ჯგუფები მართავენ მათი ფრენის კოორდინაციას, კომუნიკაციას და მიზანში ამოღებას მიწაზე განთავსებული სადგურებიდან, ხოლო ახლომდებარე რადარის სისტემები რეალურ დროში გადასცემენ მონაცემებს დრონს, როცა ის ჰაერშია. ეს საშუალებას აძლევს მას ავტომატურად დააფიქსიროს და სწრაფად და ეფექტურად მიემართოს მიზნებისკენ. და ის ფაქტი, რომ ეს რადარით დამიზნებული სისტემა არის, ნიშნავს, რომ ის უკრაინის დრონების ეკიპაჟებს კიდევ ერთ არჩევანს აძლევს, მოულოდნელ ან გაუთვალისწინებელ საჰაერო თავდასხმებთან გამკლავებისას. ჯედაის ინტერსეპტორიც აღჭურვილია როგორც დღის სინათლის, ასევე თერმული გამოსახულებისთვის კამერებით. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის დრონების მრავალი თავდასხმა ღამით სიბნელის საფარში ხდება. თუ ჯედაის მხოლოდ დღის სინათლის კამერები ექნებოდა, მას გაუჭირდებოდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენა, მიზანში ამოღება და განადგურება ღამით. მაგრამ თერმული გამოსახულების კამერების წყალობით მას საერთოდ არ უჭირს რუსეთის შაჰედებისა და სხვა დრონების დევნა დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, ასევე ცუდი ხილვადობის პირობებშიც, როგორიცაა ცუდი ამინდი. ერთი რამ, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ არ გაამჟავნა, არის ზუსტად რომელი საბრძოლო ნაწილი ან ამფეთქებელი დაყენებული ჯედაიზე. თუმცა, რადგან ვიცით, რომ მას შეუძლია 500 გრამიანი ტვირთის გადატანა, ეს მიგვანიშნებს, რომ ეს დრონი მხოლოდ მტრის უპილოტო აპარატებთან შეჯახებისთვის, ან მათ დასანგრევად არ არის შექმნილი, არამედ რეალურად იმისთვის, რომ ისინი ააფეთქოს, მანამ სანამ მიზანთან მიახლოებას შეძლებენ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის ზოგიერთი დრონი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მარტივი და იაფია დასამზადებლად, შედარებით გამძლეა. მაგალითად, შაჰიდის სტილის დრონი შესაძლოა ჰაერში შეჯახებას გადაურჩეს ფატალური დაზიანების გარეშე, რაც მისცემს საშუალებას გააგრძელოს ფრენა და მიაყენოს ზიანი მიზანს. როგორც წესი, ესეთი უპილოტო აპარატის ჩამოსაგდებად საჭიროა იდეალურად დროული ცხვირით შეჯახება, რომ მხოლოდ შეჯახების ძალით ჩამოაგდო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯედაის თავისი ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვს, რომელშიც შეიძლება შედიოდეს მცირე აფეთქება, ნამსხვრევები ან ახლო აფეთქების ეფექტები, მას არ უნდა გაუჭირდეს საჭირო ზიანის მიყენება შაჰიდის პროპელერებზე, მართვის ზედაპირებზე, ძრავებზე ან მართვის სექციებზე, რათა მუდმივად გაანეიტრალოს ისინი.
რა თქმა უნდა, ერთი რამეა უპილოტო აპარატის ტექნიკურ მახასიათებლებზე ან პოტენციურ შესაძლებლობებზე საუბარი, მაგრამ წლების განმავლობაში ბევრი სამხედრო ინოვაცია ყოფილა, რომელიც ქაღალდზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ რეალურ საბრძოლო სიტუაციებში ვერ ამართლებდა. საბედნიეროდ, ჯედაი მათ შორის არ არის. ეს მხოლოდ თეორიულად ძლიერი დამატება არ არის უკრაინის არსენალში. ეს უკვე დამტკიცებულია. თავდაცვის სამინისტრომ 2026 წლის მარტში დაადასტურა, რომ ჯედაი უკვე გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის რუსული დრონების დასაზიანებლად და გასანადგურებლად. მათ შორისაა ზემოთხსენებული შახიდები, რომლებიც რამდენიმე წელია კრემლის დრონების არმიის საყრდენს წარმოადგენენ. ასევე სხვა საბრძოლო დრონები, როგორიცაა ჯერინები და გერბერები. ჯედაიმ თავისი ეფექტურობა ასევე დაამტკიცა ზალა და სუპერქემის სადაზვერო პლატფორმების წინააღმდეგ. ასე რომ ის არამხოლოდ რუსეთის საჰაერო თავდასხმების განეიტრალებას ახერხებს, არამედ მის თვალებს ცაში ანადგურებს და მტერს მნიშვნელოვან სადაზვერო ინფორმაციასაც აკლებს. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს უკრაინისთვის შეუფასებელია. ეს ქვეყნის დრონებით ომის ტაქტიკის აშკარა ცვლილებას წარმოადგენს, აშკარა გარდასახვას ან თუნდაც ევოლუციას, იმპროვიზირებული უპილოტო აპარატების საწინააღმდეგო ტაქტიკებიდან. მეტად განსაზღვრულ, ინტეგრირებულ და მასშტაბირებად ახლომოქმედების საჰაერო თავდაცვის ფენამდე, რომელიც არამხოლოდ წინა ხაზის დანაყოფებს, არამედ ზურგის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასაც დაიცავს. ჯედაი უკრაინის უკვე ფართო და რთულ საჰაერო თავდაცვის ქსელს კიდევ ერთ ფენას დაამატებს. რადარის სადგურებიდან ამ დრონებისთვის რეალურ დროში ინფორმაციის უწყვეტი და სტაბილური ნაკადის მიწოდებით ისინი შეძლებენ დაიცვან მკაფიო პროგნოზირებადი და ზუსტი მარშრუტები შემომავალი სამიზნეების შესაჩერებლად. გარდა ამისა, რადგან ისინი თითქმის ყველგან სწრაფი ვერტიკალური აფრენის უნარს ფლობენ, მობილური დანაყოფები შეძლებენ ამ დრონების გადაადგილებას და განთავსებას მნიშვნელოვან ადგილებში, ქალაქების, დასახლებების, ლოგისტიკური ჰაბების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის, როგორიცაა ქვესადგურები, ენერგოობიექტები და ხიდები, სიახლოვეს. ჰაერში ასვლის შემდეგ გაწვრთნილი დრონის ოპერატორები და მიწის ეკიპაჟები აიღებენ ჯედაი დრონების მართვას საკუთარ თავზე, რათა რაც შეიძლება მეტმა დრონმა იპოვოს და გაანადგუროს სამიზნეები, ამით გადაარჩინოს სიცოცხლეები და დაიცვან ინფრასტრუქტურა. ნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინა უკვე უკიდურესად ეფექტურად ანადგურებს რუსულ დრონებს. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის SEPAS 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ 2025 წლის დეკემბერში შეძლო რუსული საჰაერო სამიზნეების ოდნავ მეტი ვიდრე 80%-ის ჩახშობა ან განადგურება. და ეს მაჩვენებელი 2026 წლის თებერვალში 85%-ს გადააჭარბა, ხოლო მარტში თითქმის 90%-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მარტში უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 28%-ით მეტი დრონი გაუშვა ვიდრე თებერვალში, კიევის დამცველებმა მაინც შეძლეს მათი უმრავლესობის განადგურება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია უკრაინა სისტემატურად ანადგურებს რუსეთის დრონების, მინიმუმ 80%-ს. ამისთვის იყენებს შედარებით მარტივ გადამჯერ დრონებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, გადამჯერ რაკეტებსა და მობილურ დანაყოფებს. ჯედაის დამატებით უკრაინის არსენალში ქვეყანას შეიძლება ყოველთვიურად სტაბილურად ჩამოაგდოს რუსეთის უპილოტო აპარატების მინიმუმ 90%, ან თუნდაც მიუახლოვდეს 95%-იან მაჩვენებელს. ეს არის ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელმაც 2026 წლის თებერვალში განაცხადა. მიზანია რეალურ დროში 100%-ით გამოვლინდეს საჰაერო საფრთხეები და მინიმუმ 95%-ით მოხდეს რაკეტებისა და დრონების ჩამოგდება. როდესაც რუსეთის დრონებისა და სხვა საჰაერო საფრთხეების, როგორიცაა ეკიპაჟები და ბალისტიკური რაკეტები, სულ უფრო ნაკლები ნაწილი აღწევს მიზანს. კრემლის საჰაერო იერიშები გაცილებით უფრო არაეფექტური და ნაკლებად შედეგიანი გახდება. უკრაინა ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად შეძლებს თავის ცის დაცვას და თავისი ხალხისა და ინფრასტრუქტურის დაცვას ამ თავდასხმებისგან, რაც აიძულებს მტერს ან შეცვალოს თავისი სტრატეგია, ან უბრალოდ უკან დაიხიოს და ბოლოს აღიაროს, რომ ეს ომია, რომლის მოგების იმედიც აღარ უნდა კონდეს. არსებობს რამდენიმე აშკარა მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ჯედაები ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდნენ ამ მიზნების მიღწევის გზაზე. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალებში. ეხლა უკრაინა უკვე დიდი ხანია ამ მიზნისკენ მუშაობს. არსებობს ხანგრძლივი გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას, განვითარდეს და ინტეგრირდეს დამჭერი დრონები ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემაში. რატომ? იმიტომ რომ კარგად ესმის, რამდენად ფასეულია ეს რესურსები. ომში, რომელიც სულ უფრო მეტად დრონებითა და საჰაერო იერიშებით იმართება და არა ტანკებისა თუ ჯავშან ტექნიკის ტრადიციული შეტევებით, ორივე მხარე ცდილობს ჰაერში უპირატესობა მოიპოვოს. რუსეთი იყენებს ძალისმიერ მიდგომას და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რათა გაზარდოს იაფფასიანი დრონების წარმოება და დროთა განმავლობაში უკრაინისკენ უფრო და უფრო დიდი დრონების ჯგუფები გაუშვას. უკრაინას კი ამ დროს უწევს არასტანდარტული გზებით იფიქროს, რათა ამ ზარდ საფრთხეს დაუპირისპირდეს. თავდაპირველად დრონებთან ბრძოლის მთავარი გზა იყო მათზე ჩამჭერი რაკეტების გაშვება.
მაგრამ ამ მიდგომას აშკარა პრობლემა აქვს. ეს საერთოდ არ არის ხარჯ-ეფექტური. თუ $1 მილიონ ღირებულ რაკეტას შვები მხოლოდ იმისთვის, რომ გაანადგურო დრონი, რომლის წარმოებაც $1000-ზე ნაკლები ჯდება, აშკარად ამ თანაფარდობაში წაგებულ მხარეს ხარ. და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას არ აქვს იგივე ეკონომიკური ძალა, რაც რუსეთს და მას დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერაზე უწევს დაყრდნობა. საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით მომარაგებისთვის მისმა მეთაურებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ტრადიციულ საჰაერო თავდაცვაზე ვერ იქნებოდნენ დამოკიდებულნი. მათ უნდა ეპოვათ უფრო იაფი და გონიერი გზა კრემლის დრონების მასებთან გასამკლავებლად. და რა სჯობს დრონის განადგურებას სხვა დრონით? ეს ბევრად უფრო დაბალანსებული მეთოდია, რადგან ორივე დრონი ეფექტურად ანეიტრალებს ერთმანეთს და თან ბევრად უფრო ხელმისაწვდომიცაა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ზუსტად არ გაამჟღავნა რამდენი ღირს ჯედაი, საშუალო ფასი თითოეულზე მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება ტიპური ჩამჭერი რაკეტის ღირებულების. ეს დაბალი ფასი კიევს საშუალებას აძლევს აწარმოოს თავისი ჩამჭერი დრონები იმ უზარმაზარი რაოდენობით, რაც საჭიროა რუსეთის მასიური დრონული გუნდების გასანეიტრალებლად. მართლა, 2026 წლის იანვარში თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამხედრო ნაწილები უკვე ყოველდღიურად იღებდნენ 1500-ზე მეტ ანტიშაჰიდის ჩამჭერ დრონს. ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა დანაყოფების შესაძლებლობები საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა დონეზე, წინა ხაზიდან უკანა ტერიტორიის დაცვამდე. ასეთი მაღალი წარმოების ტემპით ნამდვილად მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენ დრონს გაუშვებს რუსეთი უკრაინისკენ, რადგან უკრაინას უნდა გქონდეს საკმარისზე მეტი ჩამჭერი, მათ შორის ჯედაები და სხვა მოდელებიც, რომ თითოეული მათგანი გაანეიტრალოს. ამ მიდგომას დამატებითი უპირატესობაც აქვს. იცავს უკრაინის შეზღუდულ რაკეტების მარაგს, რადგან როგორც აღნიშნეთ, რაკეტების წარმოება გაცილებით ძვირია. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა თავადაც აწარმოებს ბევრ რაკეტას, მაგალითად Long Neptune-სა და Flamingos, ის ძირითადად დასავლელ მოკავშირეებზეა დამოკიდებული, რომ მის ყველაზე ძლიერ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჩამჭერები მიაწოდონ. მაგალითად, Patriot-ის სისტემა ერთადერთია, რომელმაც დაამტკიცა, რომ საკმარისად ეფექტიანია რუსეთის ზოგიერთი ყველაზე სწრაფი ბალისტიკური რაკეტის, როგორიცაა Iskander-M და კინჟალი წინააღმდეგ. ის მუშაობს მხოლოდ ამერიკულ PAC-3 რაკეტებთან ერთი. PAC-3-ის ღირებულება დაახლოებით $3 მილიონი, ხოლო აშშ-ში ყოველწლიურად მხოლოდ 500-დან 600-მდე ასეთ რაკეტას აწარმოებს. და უკრაინა მხოლოდ ერთ-ერთი ქვეყანაა იმ მრავალ ქვეყანას შორის, რომლებიც ამ რაკეტების შესაძენად რიგში დგანან. ამ მიზეზით კიევმა მთელი კონფლიქტის განმავლობაში ჯამში მხოლოდ 600-ზე ცოტა მეტი PAC-3 რაკეტა მიიღო. რაც მაინც საკმარისი რაოდენობაა რუსეთის რაკეტული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ამ სისტემებზე ყოველდღიურად მტრის საჰაერო საშუალებების გასანადგურებლად ვერ იქნები სრულად დამოკიდებული. ასევე პატრიოტები და მსგავსი სხვა სისტემები არ შეიძლება დაიხარჯოს იაფფასიანი დრონების გასანადგურებლად. ამის ნაცვლად ისინი უნდა იქნას გამოყენებული კონსერვატიულად და ფრთხილად, რათა თითოეული გამანადგურებელი რაკეტიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. სწორედ აქ ჩნდებიან ჯედაები. მაშინ როცა უკრაინა ინახავს თავის პატრიოტებს და სხვა მსხვილ გამანადგურებელ სარაკეტო პლატფორმებს რეზერვში, რათა გაანეიტრალოს უფრო დიდი და მომაკვდინებელი საფრთხეები, მას შეუძლია ყოველდღიურად ასობით გამანადგურებელი დრონის გაშვება. ამის გამო უკრაინას აღარ უწევს ფიქრი უზარმაზარი თანხების ფუჭად დახარჯვაზე, ან ძირითადი საბრძოლო მასალის შეზღუდული მარაგების ამოწურვაზე. ომის მეხუთე წელს შესვლისას ასეთი ტიპის რესურსების მართვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. ორივე მხარის ეკონომიკასა და სამხედრო წარმოების შესაძლებლობებზე უზარმაზარი ზეწოლაა და არც ერთს არ შეუძლია უბრალოდ მილიონობით დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ფუჭად დახარჯოს სერიოზული სარგებლის მიღების გარეშე. ამ ეტაპზე თითოეული რესურსი მნიშვნელოვანია. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჯიუტად აგრძელებს რესურსების ფლანგვაზე დაფუძნებულ ტაქტიკას, უკრაინა ბევრად გონივრულად მოქმედებს. ის საჰაერო თავდაცვის ეკონომიკას თავის სასარგებლოდ იყენებს. ასპარეზზე გამოჰყავს უფრო იაფი და მარტივი საშუალებები, რომელთა ღირებულება $1000 და არა მილიონობით. და ამის გაკეთებით უკრაინას არ უწევს რაიმეზე უარის თმა, ან თავისი ხალხისა და ინფრასტრუქტურის დამატებით რისკის ქვეშ დაყენება. სინამდვილეში მისი ჯედაი დრონები სრულად შეესაბამება ქვეყნის საომარ გეგმას და კონფლიქტის 2026 წლის ტაქტიკურ რეალობას. ამჟამად რუსეთი თავის როის ტაქტიკას ეყრდნობა, როგორც თავისი ფართო სამხედრო გეგმის კრიტიკული კომპონენტით. ის რეგულარულად აგზავნის ასობით დარტყმით დრონს უკრაინის საზღვრებზე ერთი ღამის განმავლობაში. იყენებს დაბალ სიმაღლეზე ფრენის მარშრუტებს რადარის აღმოჩენის თავიდან ასაცილებლად და სიბნელის საფარს, რათა კიდევ უფრო გაართულოს უკრაინის აღმოჩენისა და ჩაჭრის ოპერაციები. კრემლის სარდლები იმედოვნებენ, რომ ეს ტაქტიკა უკრაინისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდება. აიძულებს მათ მოწინააღმდეგეებს დრო, ფული და რესურსები დახარჯონ თავდაცვაზე. მაშინ როცა მაინც განიცდიან დანაკარგებს, რადგან დრონების და შემდგომი სარაკეტო დარტყმების ნაწილი მაინც მიაღწევს მიზანს. ჩამჭერი დრონები ამ მიდგომის საბოლოო ანტიდოტია. ისინი უკრაინის თავდაცვის ზონას ჰაერშივე წინწევს, რადგან შეუძლიათ მტრის აღმოჩენა, დევნა, დაწევა და განადგურება, მანამ სანამ საფრთხე საბოლოო ფაზაში შევა. და მონაცემები აჩვენებს, რომ ეს სტრატეგია არა მხოლოდ მუშაობს, არამედ მოლოდინებსაც აჭარბებს.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს მაგალითად, რომ 2026 წლის თებერვალში კიევის მიმდებარედ შაჰედების განადგურების 70%-ზე მეტი სწორედ ჩამომგდებმა დრონებმა უზრუნველყვეს. აპრილში თავდაცვის მინისტრმა ფიოდოროვმა კიდევ უფრო გამამხნევებელი სტატისტიკა გააზიარა თავის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე. მარტში ჩამომგდებმა დრონებმა რეკორდული რაოდენობის 33000-ზე მეტი მტრის სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რაც ორჯერ მეტია წინა თვესთან შედარებით. ეხლა მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტმა ასევე გამოაქვეყნა ანგარიში 2026 წლის აპრილში, რომელშიც გამოკვეთილი იყო ჩამომგდები დრონების მზარდი როლი და უზარმაზარი მნიშვნელობა უკრაინის თავდაცვით კამპანიაში. აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობდა თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას, მისი შაჰიდების ნაკლები ნაწილი აღწევდა მიზანს. რეკორდული გაშვების რაოდენობის მიუხედავად მიზანში მოხვედრის მაჩვენებელი შემცირდა, რაც მიუთითებს ჩამომგდები დრონების, მობილური ცეცხლის ჯგუფებისა და ეშელონირებული თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებულ ჩამომგდებელ შესაძლებლობებზე და მათ მზარდ როლზე. ასეთი მონაცემების ფონზე ადვილი გასაგებია, რატომ არის უკრაინა ასე დაინტერესებული ჩამომგდები დრონების წარმოებაში ინვესტირებით, ტირებით და როგორ შეიძლება ამ მცირე, მაგრამ ეფექტიანმა დამატებებმა ქვეყნის საჰაერო თავდაცვაში მთლიანად შეცვალოს ომის მიმდინარეობა მომავალში. ჯედაის და მათ მსგავს დრონებს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა აქვთ. ეს არის მათი მოქნილობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი არამხოლოდ რუსეთის საბრძოლო დრონების, როგორიცაა შაჰიდები და ჯერინები ჩამოგდებას ახერხებენ, არამედ მისი სადაზვერო ან სკაუტი დრონებისაც, როგორიცაა ზალა და სუპერკამი. ამ საჰაერო სადაზვერო პლატფორმების მნიშვნელობა ვერაფრით იქნება გადაჭარბებული. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება პირდაპირი შეტევითი შესაძლებლობები არ ჰქონდეთ, ეს დრონები აგროვებენ იმ მონაცემებს, რომლებიც კრემლის საარტილერიო დანაყოფებსა და სახმელეთო ჯგუფებს ესაჭიროებათ ეფექტური შეტევების განსახორციელებლად. ისინი რუსეთს აწვდიან ინფორმაციას უკრაინული ჯარების კონცენტრაციის, რესურსების მდებარეობისა და გადაადგილების შესახებ, როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში. თუ უკრაინა შეძლებს მათი განადგურებას, ისინი ამ მონაცემთა არხებს გაანადგურებენ, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც მტერი აგროვებს და იყენებს შეტევების დაგეგმვისთვის. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაართულებს მდგომარეობას რუსული დანაყოფებისთვის, რომლებიც იძულებულნი იქნებიან მოქმედებები ბრმად დაგეგმონ, რაც გაზრდის რისკებს და წარუმატებლობის დანაკარგებისასა და რესურსების ფუჭად ხარჯვის ალბათობას. ამასობაში უკრაინას გაუადვილდება თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, როგორიცაა ტაქტიკური შტაბები, სარდლობის პუნქტები, საბრძოლო მასალის საწყობები და მომარაგების ხაზები. ასევე მას შეიძლება გადაანაწილოს რესურსები და გადაადგილოს დანაყოფები იმის შიშის გარეშე, რომ რუსეთი ზემოდან აკვირდება მის ყოველ ნაბიჯს და წინასწარ აფერხებს მის შემდეგ მოქმედებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯედაი ინტერსეპტორების დამატება უკრაინისთვის ნამდვილი გარდამტეხი ფაქტორია. ეს ხელმისაწვდომი და მასშტაბირებადი დრონები მარტივი გამოსაკანებელია. იმდენად იაფი, რომ მასობრივად შეიძლება მათი წარმოება და საკმარისად გამძლე, რომ თითქმის ნებისმიერი მტრის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურონ, რომელსაც შეხვდებიან. მათი არსებობა რუსეთს პრობლემას უქმნის, რომელსაც ვერ აგვარებს. ეს არის პირდაპირი და ძლიერი პასუხი მის მასიურ დრონულ შეტევაზე. და კიდევ ერთი მაგზელებს უკრაინის ინოვაციური ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრია ამ ომთან ადაპტაციასა და განვითარებას. ამით უკრაინა მტერთან შანსებს უთანაბრებს და ამ პროცესში ბევრ ქვეყანას შურსაც კი აღუძრავს. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა, რომლითაც უკრაინა აუმჯობესებს თავის დრონულ საბრძოლო ტაქტიკას. მეტი ინფორმაციისთვის ქვეყნის უახლესი უპილოტო ინოვაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ეს ვიდეო, სადაც განიხილება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების პოტენციური გავლენა კონფლიქტზე. ან შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, როგორ მოახერხა უკრაინულმა ტანკმა ცოტა ხნის წინ ის, რასაც ექსპერტები შეუძლებლად მიიჩნევდნენ. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა მიიღოთ კიდევ უფრო სიღრმისეული ანალიზები და დეტალური ტაქტიკური განხილვები, სწორედ ამ ვიდეოს მსგავსი.